პენტაგონსა და SpaceX შორის დაძაბული დაპირისპირებაა იმ საკითხზე, რაც თანამედროვე ომისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა. ეს არის Starlink-ი ბრძოლის ველზე. ირანის კონფლიქტის პიკზე აშშ-ს ოფიციალური პირები ეკრთნობოდნენ ილონ მასკის სატელიტურ ქსელს, რათა უზრუნველყოთ ყველაფერი საბრძოლო კომუნიკაციებიდან დაწყებული დრონების ოპერაციებამდე. მაგრამ ეხლა ახალი ბრძოლაა დაწაგული და ეს არის ფასი. SpaceX-ი ამბობს, რომ სამხედროები თითო ტერმინალზე დაახლოებით $5,000 იხდიან იმ სერვისისთვის, რომელიც კომპანიის მტკიცებით უფრო ახლოსაა $25,000 თვიურ საფასურთან. და კომპანიას სურს, რომ ეს თანხა გაიზარდოს. პენტაგონი კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება ამას და ამბობს, რომ ფასები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ გამოიყენება სისტემა რეალურად, განსაკუთრებით მოკლევადიანი დრონების მისიებისთვის. მაგრამ ამ დავის უკან უფრო დიდი რეალობა იმალება. აშშ სამხედრო ძალები კრიტიკულ საომარ კავშირზე ერთ კერძო კომპანიაზე ძლიერად არიან დამოკიდებული და SpaceX ეს კარგად ესმის. სწორედ ამიტომ ომის დროს აშშ-ს მთავრობამ საბოლოოდ გადაიხადა ის გაზრდილი თანხა, რომელიც კომპანიამ დააწესა. რადგან მასშტაბურად რეალური ალტერნატივა არ არსებობს, ოფიციალური პირები ახლა აფრთხილებენ, რომ ძალთა ბალანსი სწრაფად იცვლება. და ახლა ჩვენთან ერთად არის ვიქტორია სამსონი, უსაფრთხო სამყაროს ფონდის კოსმოსური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი დირექტორი. კარგი, პირველ რიგში ეს ძირითადად ფასებთან დაკავშირებული დავაა. თუ ეს იმის ნიშანია, რომ პენტაგონი სტრუქტურულად გახდა დამოკიდებული SpaceX-ზე ისე, რომ ამ დამოკიდებულების გაბისგან მარტივად ვერ გათავისუფლდება. მე ვფიქრობ, რომ ორივეა, ნამდვილად ფასებთან დაკავშირებული დავა ამ ყველაფრის წამომწყებია, მაგრამ რეალურად და გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე Starlink-ს ალტერნატივა არ აქვს. ეხლა Amazon-მა გამოუშვა თავისი ვერსია, რომელსაც Amazon Leo ქვია. და ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ის კონკურენციას გაუწევს Starlink-ს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მისულა. რას ნიშნავს სამხედრო ოპერაციებისთვის ის, რომ ერთმა კომერციულმა კომპანიამ შეიძლება ეფექტურად შეცვალოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საომარი ინფრასტრუქტურის ფასი კონფლიქტის შუაგულში. ცხადია, ჩვენ ეს ახლახან ვიხილეთ. მართალია, ეს ნამდვილად არ არის კარგი, იცით, დამოუკიდებლობისა და სამხედროების თავისუფალი მოქმედებისთვის, როცა მუდმივად უწევთ მოლაპარაკება კომერციულ კომპანიასთან. მე ვფიქრობ, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერად გახდა SpaceX ამ ტიპის საკითხებში ბაზრის დომინანტი. მაგრამ ასევე სამხედროებს შეეძლოთ უარი ეთქვათ. არანაირი მიზეზი არ იყო, რომ აუცილებლად დათანხმებულიყვნენ. ის არგუმენტები, რასაც SpaceX იშველიებდა, რომ ისინი ძირითადად ავიაციის კატეგორიას იყენებდნენ Starshield-ის გამოწერისთვის, ნამდვილად შეიძლებოდა ამის გაპროტესტება. და ვფიქრობ, პენტაგონი ამ ეტაპზე დათანხმდა, მაგრამ ამჟამად ისინი ალტერნატივებს ეძებენ. მართალია, შენ ამბობ, რომ მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ საბოლოოდ ეს ძალიან სერიოზულ დაბრძოლებას შექმნიდა ირანთან მიმდინარე ომში. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეერთებულ შტატებს სუსტად წარმოაჩენდა. ეს იმ დაშვებას ეფუძნება, რომ SpaceX შეწყვეტდა მათთვის ტერმინალების გამოყენების უფლებას. ეს ის არაზეც თქვეს, რომ აპირებდნენ, მაგრამ მგონი ეს ის კითხვაა, რომელთანაც არ გინდა საქმე გქონდეს. ეხლა პენტაგონი ცდილობს დაეხმაროს ირანის მოქალაქეებს, რომ მათ შეძლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნიკაციების ბლოკირების გვერდისავლა და ამ საკითხზე SpaceX-თან ფასებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს, რადგან გეგმავენ მოსახლეობისთვის პირდაპირ მობილურზე Starlink-ის კავშირის უზრუნველყოფას, რაც 5G სერვისს დაემსგავსება. რას ვიცით ამაზე? და შეიძლება თუ არა, რომ Starlink-მა ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე რეაქცია მიიღოს. ირანის მოსახლეობას უკვე ჰქონდა წვდომა Starlink-ზე, იანვრის პროტესტების დროს Starlink-ი ქვეყანაში კონტრაბანდით შეიტანეს. ასე შედიოდნენ ადამიანები ინტერნეტში. და ირანმა შეძლო Starlink-ის ტერმინალების მოტყუება, რომ ისინი ქსელიდან გაეთიშათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადრე უკვე ჰქონდათ ამის გაკეთების გზები, ეხლა უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ამის უკან აშშ-ის მთავრობა დგას და ცდილობს ტერმინალები შეიტანოს ქვეყანაში. მაგრამ კიდევ ერთხელ Starlink უკვე გამოიყენებოდა ირანში სამოქალაქო პირების მიერ. მართალია. კარგი, ვიქტორია სამსონ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. ჩემთვისაც ასიამოვნო იყო, მადლობა რომ დამპატიჟეთ.